მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარისხილ კი რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. სოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები დინამო არენაზე ესპანეთს დაუპირისპირდა. მატჩი ფურია როხას გამარჯვებით დასრულდა და ჯვაროსნებს მუნდიალზე გასვლის თეორიული შანსი აღარავთ. შეხვედრა ესპანელთა უპირატესობით დაიწყო და მეშვიდე წუთზე ფერან ტორესის ჩაწოდების შემდეგ გიორგი გოჩოლოიშვილს ბურთი ხელზე მოხვდა. მომენტის ვარზე გადამოწმების შემდეგ მატჩის მთავარმა არბიტრმა ბენუა ბასტენმა 11 მეტრიანი დანიშნა, რომელიც მიკელ ოიარსაბალმა გამოიყენა. პირველი გოლის შემდეგ თამაშის სცენარი არ შეცვლა. 22 წუთზე ესპანელებმა მეორე ბურთი გაიტანეს. ფაბიან რუისის ბრწყინვალე პასით მარტინ სუბიმენდი მისარგებლა და შეტევა წარმატებით დააგვირგვინა. 34 წუთზე ფურია როხამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ამჯერად თავი ფერან ტორესმა გამოიჩინა. პირველი ნახევრის ბოლოს სტუმრებს მეოთხე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდამ ურთულესი ბურთი მოიგერია. მეორე ტაიმის სტარტზე ესპანეთის ნაკრები შედარებით ინერტული იყო. საწყის 10 წუთში განსაკუთრებული არაფერი მოხდარა, თუმცა 73 წუთზე ესპანელებმა კიდევ ერთხელ გაიტანეს. ორიალსაბალმა დუბლი მიითვალა და მამარდაშვილის კარი თაური დარტყმით აიღო. 97 წუთზე ძალიან კარგი შანსი ჰქონდა. გოჩოლოიშვილის ჩაწოდების შემდეგ ესპანელმა მცველებმა ცუდად ითამაშეს და კინაღამ ავტოგოლი გაიტანეს, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა. რამდენიმე წამში მამარდაშვილმა კიდევ ერთხელ გადაგვარჩინა და მორიგი რთული ბურთი აიღო. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლა და ესპანეთმა 4-0 მოიგო. მატჩის დასრულების შემდეგ გავლენიანმა სპორტულმა გამოცემამ სოფასკორმა ქართველი მოთამაშეები შეაფასა. მამარდაშვილი 6.6, გოჩოლოიშვილი 6.2, ლოჩოშვილი 6.4, გოგრიჩიძე 6.2, მამუჩაშვილი 6, ტაბატაძე 6.6, მეკობიშვილი 6.5, კიტაიშვილი 6.5, დავითაშვილი 6.5, ზივზივაძე 6.6, ყვარაცხელია 7.2, კაშია 6.5, კვენარძე 6.5, წიტაიშვილი 6.9, ქვილითაია 6.5 და აბუაშვილი 6.4. მატჩის შემდგომ ორივე გუნდის მთავარმომწვრთნელებმა შეხვედრა შეაფასეს და ნაკრებში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს. ესპანეთი დიდი გუნდია და თუ დაცვაში საუკეთესოდ არ ითამაშებ, წარმატების მიღწევა ვართულია. თამაშის შედეგი ბევრ ამაზე მეტყველებს. პირველ რიგში იმაზე, რომ დაცვაზე ბევრი მუშაობა მოგვიწევს. ფიქრობ, წინახას გაუნჯობესება ეთყობოდა. რამდენიმე შანსი შევქმენით. ჩემთვის თავარი ის არის, რომ ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარდნენ და შემართებით ითამაშეს. ეს სამომავლოდ მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, მარტიდან მოყოლებული ხშირად ვსაუბრობთ ამ საკითხზე. დაცვით ხაზში რამდენიმე მოთამაშემ ამოწურა რესურსი. არ ფიქრობ, თუ ვინმე ჩემთ მაგივრად მოვა. სწრაფად მოახდენ სულებას. კარგად მიცნობთ. მე ყოველთვის ღიად ვსაუბრობ პრობლემებზე. თუ პერიოდს გავდივართ. შემიძლია გითხრათ, რომ დაცვითი ხაზის გადახალისებად საკმაოდ დიდი დრო დაშირდება. მიუხედავად ამისა, მჯერა რომ ამას შევძლებთ. შემდეგი თამაშისთვის უკეთესად ვიქნებით მზად. რა თქმა უნდა, ბულგარეთთან გარკვეული ცვლილებები იქნება. ნახოთ, როგორ კონდიციებში იქნებიან ფეხბურთელები. სოფიაში გუნდს ილია ბერიაშვილი შემოუერთდება. მატჩის ბოლოს დელაუ ფუენტეს ვუთხარი, რომ ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც მე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშე. იმედი მაქვს, მათთან თამაში აღარასდროს მომიწევს. თუ მაინც შევხვდებით თამაშამდე, პოს აუცილებლად დავტოვებ. დელა ფუენტე საქართველოს ნაკრებს კარგი ფეხბურთელები ყავს. მათ დიდი ხანია ვიცნობ და დიდი მომავალი აქვთ. თქვენს ნაკრებს ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი ბაზა აქვს. მათ ბევრი უნდა იმუშაონ და ეს არის საქართველოს ნაკრების განვითარების ერთ-ერთი მთავარი გზა. მიუხედავად ასეთი ანგარიშისა, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ზუსტად ითამაშა. როგორც ვახსენე, ნაკრებში კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ. თუმცა უნდა გავითვალისწინო, რომ ესპანეთი დიდი გუნდია და დღევანდელ მატჩში ესპანეთი უკეთესი იყო. დღეს ჩემი ბიჭები კმაყოფილი ვარ. კარგად კომბინირებდნენ და ბურთთან კომფორტულად იყვნენ. ჩვენ გამარჯვების სერიის დასრულებას არ ვაპირებთ. მომდევნო შეხვედრაში ისევ მოსაგებად გავალთ და შევეცდებით ჯგუფი მშვენიერ ხასიათზე დავამთავროთ. კი, დანაკლისი დიდი გქონდა, მაგრამ ჩვენი გუნდის შემადგენლობა იმდენად სიღრმისეულია, რომ მთავარი მოთამაშეების არ ყოფნა არც კი შეგვეთყო. გარდამწვრთნელებისა შეხვედრა ორივე ნაკრების ფეხბურთელებმა შეაფასეს. ფერან ტორესში
გამარჯვებით და ჩემი გოლის ბედნიერი ვარ. საქართველოს ბოლო დროს ხშირად ვეთამაშებით, მაგრამ მათთან შეხვედრა გარკვეულ წინააღმდეგობებს მაინც გვიხმის. მიუხედავად ანგარიშისა ვფიქრობ მეტოქემ გასულ მატჩზე უკეთ იასპარეზა, მაგრამ ჩვენ ესპანეთი ვართ და დღეს ჩვენ საკუთარი თავი ძალიან კარგად წარმოვაჩინეთ. აქ გატანილი გოლი კლუბშიც დამეხმარება. ყველა მისის რომ გოლების გატანა მიყვარს, ამიტომ მომდევნო მატჩიც იმავეს გაკეთებას ვაპირებ. Თვალნორთული თამაში გამოვიდა, როგორც ვალდებულით ალბათ ყველა ესპანეთი ჯგუფის ფავორიტია და არა მარტო ჯგუფის, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია და რთული თამაში გამოვიდა, სამწუხაროდ სწრაფი გოლი გაუშვით პენალტიდან და შემდეგ აგვიჭირდა თამაში დარჩენა. ბულგარეთსაც შეეხება რთული თამაშობლებით გასვლაზე იმედი მაქვს გავიმარჯვოთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში გამოცდილება მოხდა, ითამაშა ესეთ ძლიერ გუნდებთან როგორც ესპანეთია, თურქეთია, ბულგარეთია და ჩემი აზრით არ იყო მარტივი ჯგუფი, ეს უკვე აღნიშნე, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ მქონდა შესაძლებლობა იმისთვის რომ უკეთესად წარმოგვეჩინოთ საკუთარი თავები, მაგრამ არ გამოვიდა ფეხბურთია, ჩემს უნდა განვაგრძელოთ შრომა, განვითარება და დღევანდელმა თამაშმა ჩემი აზრით აჩვენა ბევრი დადებითი რაღაცეები, რომელსაც ვცდილობთ რომ განვახორციელებინა და ამას დრო ჭირდება, მაგრამ მე დღევანდელ თამაშების მიუხედავად რომ დიდი სხვაობით წავაგეთ, დადებითად შევაფასებდი იმ ასპექტებში, რაც გამოვასწორეთ ჩემი თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ყველა კარგად უნდა გაითვალისწინოს, რომ ესპანეთის ნაკრებია მათთან თამაში ძალიან რთულია, არა მხოლოდ ჩვენთვის, ბევრი გრანდისთვის და რა ვიცი. ჩემი აზრით ბიჭებმა დღეს ყველაფერი გააკეთეს, შეიძლება უკეთესად შეიძლება რაღაც გააკეთება, მაგრამ მე მათი ბრძოლით, მათი შემართებით ძალიან კმაყოფილი ვარ. არ ვფიქრობ, რომ დღეს რა თქმა უნდა დიდი ანგარიში წავაგეთ და მაგრამ დღეს განსხვავებულად ვცნობდი მე პირადად გუნდის დამოკიდებულებას და გუნდის თამაშსაც ზოგადად. უფრო მეტად ამბიციურად ვითამაშეთ, ჰქონდა გარკვეული მომენტები, სადაც გუნდსაც ვაკონტროლებდით, მაგრამ ძალიან მაღალი დონის ნაკრებია და დაცვაში ისე კარგად ალბათ ზონებს ვერ ვხურავდით და გვიჭირდა მაინც სივრცეების კონტროლი და ესპანელებიც ძალიან პატარა სივრცესაც ძალიან მაგრად იყენებენ და რთულია წინააღმდეგ დაცვა, რაც ყველა მიცის ისედაც. გამოსავალი მარტივია, ჩვენ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ წაგებების სერია ძალიან მალე შეწყდება და ჩვენი თამაშიც რა თქმა უნდა ყველას გვინდა რომ თუნდაც ფრევი თამაშოთ ესპანეთის ნაკრებთან, ან თუნდაც გოლი გავიტანოთ. იყო მომენტები, რომ შეიძლება გოლი გასულიყო, ალბათ ეს დაგვეყოდა რაღაც კიდე მუქტი, მაგრამ ეს თითქოს პირველი ნაბიჯი იყო და აქედანაც ყველა თამაშიდან უნდა ვისაუბროთ, ყველა თამაშიდან რაღაც გარკვეული პოზიტიურიც წავიღოთ, ისიც გაკვეთილებიც წავიღოთ და შემდეგ თამაშებში აუცილებლად გამოვიყენოთ. გუნდს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ძალიან დიდი შემართება აქვს, რაც ჩემი აზრით დღესაც ჩანდა მოედანზე გარკვეულ მომენტებში. შეიძლება ყოველთვის არა, მაგრამ იგრძნობოდა რომ განსხვავებული დამოკიდებულება იყო ეს ყველა ფეხბურთელის. რა თქმა უნდა, პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ. სამი თამაში დავაგეთ ზედიზე და სამ დღეში გვაქვს კიდე ბულგარეთში თამაში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ თამაშში წარმატებას მივაღწიოთ, იმიტომ რომ შემდეგი წესთვის პოზიტიური განწყობა შევიდეთ. რაც შეეხება ჩავარდნას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ და თუნდაც ევროპის თამაშების შემდეგ, რაც ნორმალიზაცია გამართეთ, თუ დაგვიდებით იმ შემადგენლობებიდან დღეს მხოლოდ 4 კაცი იყო შემადგენლობაში, თუნდაც შემადგენლობაში და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს რო ჭირდება, რომ ის ახალი ფეხბურთელები, რომლებიც შანსი იღებენ ნაკრებში და გამოძახებულები არიან, იმ ძველ ფეხბურთელებთან ერთად შეთამაშება და წარმატება მოვიდეს და მე ძალიან მივიმედი შენების პროცესში არის ჩემპიონატის საქართველოს ნაკრები და ძალიან დიდი იმედი მაქვს და მჯერა რომ ამ ნაკრებს კიდევ ერთხელ შეუძლია ქართული ხალხი გაახაროს. იგივე განწყობაა შიგნით აფერი არ შეცვლილა, ისევ ვიხარია ერთმანეთთან და ისევ ვიწვით ერთმანეთს. უბრალოდ როგორც აღნიშნე, ძალიან ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიდა გუნდში და ყველაფერს რა თქმა უნდა დრო ჭირდება, როგორც მანამდე ჭირდებოდა დრო ავაშენოთ და ბოლოს დაგვირგვინდა ევროპის ჩემპიონატით ამ ნაკრებსაც ჭირდება რომ
შემდეგ საფეხურზე აიღეს. ასევე ფურია როხას დომინანტურ გამარჯვებას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა მარკა საინტერესო სტატიით გამოეხმაურა. სცენაზე ავიდა, ჰიმს მოусმინა, მაგიდა გაასწორა, წყალი დალია და მისმა გუნდმა თბილისური მონოლოგი დაიწყო, რომლის მიზანიც მსოფლიო ჩემპიონატზე VIP ბილეთის გაცვლა იყო. სკანდალების, მცირე უთანხმოებების, სამედიცინო მოხსენებებთან დაკავშირებული პრობლემებისა და დანაკლისის მიუხედავად, ესპანეთმა იმდენი მოახერხა, რომ 20 წუთის შემდეგ თამაშს აზრი ჰქონდა დაკარგული. თუ ნებისმიერი გუნდისთვის კოშმარული როდრისა და პედრის დუეტი მოედანზე არაა, ლუის სუბიმენდი, მერინო, ალეშ ბაინა, ფაბიან რუისი და სხვები ყავს, რომლებსაც შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში გემი მარტივად მართონ. ესპანეთს ჰქონდა გეგმა და ის სისრულეში მოიყვანა. ფეხბურთის თამაში მარტივია. ფეხბურთის ისე თამაში, როგორც ამას ესპანეთი აკეთებს, ძალიან რთულია. დელაფუმენტეს ორკესტრში სუბიმენდიმ თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. გუნდს ისე მართავდა, თითქოს ერთი არასწორი პასის აკრძალული ყოფილიყო. ესპანეთის ეს ნაკრები იმდენად ახარებს, რომ მეტოქეებმა უკვე ფურია როხას ემბლემის დანახვისას იციან, რომ წააგებენ. ეს მომაკვდინებელი დაშინების ტაქტიკაა. ერთი გუნდი თამაშობს, მეორე კი მხოლოდ უყურებს და იმედი აქვს, რომ საკუთარ ისტორიაში კატასტროფული მარცხის ჩაწერას თავიდან აირიდებს. ქართველებმა თამაში თავად ვეჩაკედეს. თითქოს გადარჩენის არასწორი ტაქტიკა აირჩიეს. მამარდაშვილს ასეთი წნეხისთვის მხოლოდ სასწავლების სერია თუ გააძლიერებდა. ქართველმა მეკარემ 2 კვირის განმავლობაში რეალის, სისისა და ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და უსამართლობაა ამის გამო საკებარი სიტყვები ვერ მიიღოს. საქართველოსთვის ხვიჩა კვარაცხელიას ყოლა დიდი ფუფუნებაა, თუმცა პარი სენ-ჟერმენის გარემარბისთვის ასეთი მატჩები წამებაა. ის 7 მეტოქის წინააღმდეგ მარტო რჩება და შეუძლებელია მსგავს სიტუაციებში განსხვავება შექმნას. ესპანეთს ვიწრო სივრცეებში კარგად უნდა ითამაშა და სწორედ ეს გააკეთა. დაწყის წუთებში გიორგი გოჩელეიშვილმა პენალტი აიკიდა, რომელიც ოიარსაბალმა გოლად გარდასახა. ამის შემდეგ ესპანეთმა საქართველოს ნაკრების საკუთარი თავის აჩრდილად აქცია. ბაინამ ძელს გაარტყა, ფაბიანმა კი სუბიმენს საოცარი პასი მისცა და ამ უკანასკნელმა შეტევა რომარიოს მსგავსად დააგვირგვინა. ფერანმა გაიტანა და სუბიმენდიმ დუბლი გაიფორმა. წერს მარკა. ასევე პარალელურად ჩვენ ჯგუფში მეორე მატჩის მიმდინარეობდა, სადაც თურქეთმა ჩვენი მომდევნო მეტოქე ბულგარეთი 2-0 დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილი გაინაკდა. მატჩის შემდგომ ბულგარელების თავკაცმა საქართველოსთან გასამართ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი საკუთარ მოედანზე მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს და მათ საკუთარი თავი სჭირათ. დასანანი მარცხი განვიცადეთ. თამაში დანიშნულმა პენალტმა დიდი როლი ითამაშა და შეიძლება ითქვას, რომ ამან გაგვტეხა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჯგუფი გამარჯვებით დავასრულოთ. ფიქრობ, ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს, რადგან სახლში ვთამაშობთ. არ ვუარყოფ, რომ ჩვენი მეტოქე ძლიერი გუნდია, მაგრამ ისინი ფორმაში არ არიან, ამიტომ მათი დამარცხება შეგვიძლია. ჩემი აზრით ეს კარგი შესაძლებლობაა და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. საქართველოს დიდ პატივს, მაგრამ ეს ფეხბურთია. ისინი ახლა კარგად არ გამოიყურებიან. ამიტომ ჩვენ დიდი შანსი გვაქვს. შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს. ჯვაროსნები თურქეთს 9 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო ფურია როხას 12-ით. ჩვენი მომდევნო მეტოქე ბულგარეთია, რომელსაც 18 ნოემბერს შევხვდებით. აქვე მეგობრებო, აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში, თუ რისი ბრალია ჩვენი ნაკრების ჩატარებული ცუდი მატჩები და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგავიწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.